მინდოდა ჩართვა დამეწყო იმით, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი შეცდომების გამოსწორება დაიწყო სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, პირველ ქალ პოლიტპატიმარს ზია ამაღლობელს ციხის კარი გაუხსნა და გამოქვეყნდა მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტი, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის აპირებს ყაველაშვილი გამოაქვეყნოს შეწყალების აქტი, არა მხოლოდ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ასობით ოჯახი ელოდება ახლა შეწყალების აქტის გამოქვეყნებას. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ნერვების ომია, თუმცა არსად ჩანს, რომ მიხეილ ყაველაშვილი აპირებს ამ აქტის გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში. ყოველ შემთხვევაში ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმზე არის გადასული. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდით ათონელი საპრეზიდენტო სასახლესთან, გვაინტერესებდა მიმდინარეობს თუ არა აქტიური სამუშაოები ახლა პრეზიდენტის რეზიდენციაში, თუმცა ყველაფერი პიროლების გადამღებ ჯგუფს ჩაბნელებული დაგვხვდა. გვაინტერესებდა რაიმე სამუშაო პროცესი არის თუ არა ახლა ათონელის სასახლეში, რას ელოდება მიხეილ ყაველაშვილი და ანონსებულია, რომ 19 იანვარს სწორედ ნათლისღების შეწყალების აქტი უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. ჩვენი ინფორმაციით ციხეთა სისტემაში ჯერჯერობით შეწყალებულთა სია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ გაუგზავნიათ პენიტენციურ დაწესებულებასაც. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მძიმე მდგომარეობაში აყენებს, რადგან კანონის მიხედვით 19 იანვარს გამოცემულ შეწყალების აქტის აღსრულება სწორედ 19 იანვარს უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღესვე 12 საათამდე უნდა გაუღონ ციხის კარები ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეიწყალებს მიხეილ ყაველაშვილი. შესაბამისად ახლა საინტერესო არის, როგორ განვითარდება პროცესები, რადგან პენიტენციურ დაწესებულებას სჭირდება სიები, დამუშავება, პატიმრების მომზადება და შემდეგ მათთვის კარების გაღება, თუმცა ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმშია. რატომ აჭიანურებს ქართული ოცნება შეწყალების აქტის გამოცემას? ეს არის ახლა კითხვა, რომელზე პასუხიც მთელი დღის განმავლობაში არავის არ აქვს. რთული იყო, იმიტომ რომ ბავშვებიც რაღაცა ცოტა დამეძაბა, ტელევიზორთან დაჯდნენ, არ გავიდნენ სათამაშოდ, საგუნდაოთ, რომ დედიკო მოდის მამა, ახლა დამინახეს, რომ ქორიაკობდი, ჩავთავდი, უყურებდი ტელევიზორი, სულ ჩართული და უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ შესაძლებელი ადამიანური იქნებოდა, რომ დილას გათენებულიყო დილა და უბრალოდ მთავრობის ვისაც ეხებოდა ეს საკითხი წარმომადგენელს ეთქვა, რომ არ დაელოდოთ არაფერს და უბრალოდ არაფერი არ იქნება. ეს არის რეალურად ქართული ოცნების სახე, აქამდეც ასე იქცეოდნენ, ამგვარ პოლიტიკას ატარებდნენ და პრინციპში ის, რომ ისინი ადამიანს არაფრად არ თვლიან, ეს ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა, ხო? და ეხლაც თქვათ, აი, როდესაც თქვათ, ხედავენ ადამიანების, თქვათ, მდგომარეობას, იციან, რომ თქვათ, ელოდებიან ციხეებთან, ხო? მარტივად შეეძლოთ, რომ განსხვავებულად მოქცეულიყვნენ, მაგრამ არ თვლიან ისინი ღირებულად ზოგადად ადამიანს, მით უმეტეს წინააღმდეგობაში მყოფ ადამიანს, მით უმეტეს მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანს. ამიტომ ისინი როგორც იქცევიან, ეს, რა ვიცი, ლოგიკური არის და მათ ქცევაში ჯდება, ხო? რატომ ხდება ისე, რომ ამხელა მოლოდინის შექმნას და მათ შორის თვითონვე შეუწყოს ხელი ქართული ოცნების პრეზიდენტმა და სხვებმა მოლოდინის შექმნას, რომ დღეს შეიძლება იყვნენ გამოშვებული პოლიტპატიმრები, მაგრამ ამ დრომდე აწამებენ და აწვალებენ ამ ადამიანებს და განსაკუთრებით ცოდო არიან უბრალოდ ოჯახის წევრები, რა ვიცი, მთელი ოჯახებით განა ციხეებთან და ელოდებიან და არ ვიცი, ამაზე პასუხი ალბათ ერთმა კაცმა იცის, მარტო სოლოლაკში ან მისმა ახლო გარემოცვამ და ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ აი ეს რაც ხდება მე ვცდილობ თავშეკავებული იყო კიდე შეფასებებში, არის უბრალოდ ბოროტება. არ გონია, რომ ყაველაშვილის სიტყვის ზოგადად რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ხოლმე, როდესაც მან თქვა, რომ რაღაც 19 იანვარს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება. არ გონია, რომ საერთოდ ის ასეთ რაღაცებს წყვეტდეს და საერთოდ ზოგადად ოცნებაში არ არიან მიჩვეულები საკუთარი სიტყვის შესრულებას წლების განმავლობაში ამას ხედავთ. ჩვენ ახლა რუსთავის ქალთა კოლონიასთან ვიმყოფებით, იქ სადაც მზია ამაღლობელი უკანონოდ ყველობაში უკვე წელიწადზე მეტია იმყოფება. ქართული ოცნების განცხადებებმა გააჩინა თავად განცდა, რომ შესაძლოა ნედგაძეთისა და ბათუმელების ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის ციხის კარი გაეხსნა მიხეილ ყაველაშვილს. დილიდან აქ მისი კოლეგები არიან მობილიზებული, ელოდებიან, რომ გამოქვეყნდება შეწყალების აქტი, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა მზია ამაღლობელი იყოს სწორედ იმ სიაში, რომელსაც გამოაქვეყნებს მიხეილ
ყაველაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ მზია ამაღლობელს პრაქტიკულად ცალთვალში მზია ამაღლობელმა მხედველობა დააკარგა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო არის. მაყურებლისთვის ცნობილია ასევე ის, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა, სწორედ ასე აპროტესტებდა უკანონო პატიმრობას. პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა მზია ამაღლობელმა, რადგან ის ღირსების შემლახვალ შეურაცხყოფილ ქმედებებს ახორციელებდა სწორედ მზია ამაღლობელის მისამართი და ის პოლიციელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააწინაურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებულ დანაშაულთა სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს ირაკლი დგებუაძე და აქვე მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ირაკლი დგებუაძე ვერ ბედავდა გარეთ გამოსვლას, ის ემალებოდა საზოგადოებას და რადგან ის უკვე თანამდებობაზე დააბრუნეს, კიდევ უფრო მეტად გაღმავდა ეჭვი, რომ შესაძლოა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტში სწორედ მზია ამაღლობელიც მოეხვედრებინა. შესაბამისად მოლოდინი მაღალი არსებობს მზია ამაღლობელის გათავისუფლების. მე მაყურებელს ვეტყვი ასევე იმას, რომ არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან არაერთხელ გაჟღერდა მზიას თავისუფლებასთან დაკავშირებით მოწოდებები, გზავნილები, თუმცა ქართულ ოცნებას არაფერი არ ესმის. მზიას კოლეგებს განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ მზიას შეწყალების, თუმცა გარკვეული იმედი არსებობს, რომ შესაძლოა მისი უკანონო პატიმრობა სწორედ დღეს დასრულდეს. შეწყალების გამოცდილებები, პრაქტიკები სხვადასხვა ხან როდის გამოდიან შეწყალებული პირები, ხან დღის რომელ ნაწილში, ამიტომ ჩვენი მთელი განზრახვა ის იყო, რომ არ ვიცოდით, ვერ ხვდებოდით, როდის შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ამიტომ რომ არ დაგვეკარგათ, რომ დილიდან ვართ აქ და ის მცირედი პროცენტი მოლოდინი, რომელიც გვაქვს, რომ შეიძლება მზია იყოს ამ შეწყალებულთა სიაში, აი ამ იმედით ვდგავართ, არ ვიცი, შარშანდელი გამოცდილების გამო, რადგან შარშან 8 საათზე გამოიცა შეწყალების აქტი და დაეგზავნა ციები პენიტენციურ დაწესებულებებს, ვფიქრობთ, რომ ახლაც აი სადღაც ამ საათებში გადაწყდება და გავიგებთ ჩვენი ეს მოლოდინი გამართლდა თუ არა. აი არის უკანონო პატიმარი და იქნება სამართლიანი მზიას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება. არა, რატომ აჯანჯლებს ასე ქართული ოცნება ამ აქტის გამოცემას, რომელიც ახლა ტრადიციად არის ჩამოყალიბებული, ხო, ყოველთვის ვიცით, რომ შეწყალების აქტი გამოიცემა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველთვის. და ახლა რატომ წელავს ასე ქართული ოცნების ხელისუფლება ამის გამოცემას, წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ კი სწორი ხარ, აქ საუბარი არ არის მხოლოდ მზია ამაღლობელზე, მხოლოდ ანასტასია ზინოუკინაძე, მხოლოდ თქვა სხვა სინდისის პატიმრებზე, უამრავი პატიმარია, რომელზეც მიმართავს შეწყალებისთვის ადმინისტრაციას, რომელიც რაღაც სპეციალურ ფორმებს ავსებს ამისთვის, რომელთა ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები ახლა ელოდებიან ამას, ელემენტარულად რომ გაიგონ, რომ აი რა ვიცი, რამდენი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის ველოდებით, ზუსტად რა თქმა უნდა, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს დატოვებს თუ რაც იხეს მაგალითად მზია ამაღლობელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცით. მაშასე ერთმანეთის პარალელურად ახლა ყურადღების ცენტრში არის როგორც ათონელის სასახლე, ასევე სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება, ასობით ოჯახი ელოდება შეწყალების აქტის გამოქვეყნებას, თუმცა მიხეილ ყაველაშვილი აჯანჯლებს, არავინ იცის როდის გამოქვეყნება შეწყალების აქტი, რომელიც სპეციალურად ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნდება 12 საათამდე უნდა გახდეს ცნობილი, ვის უღებს ციხის კარს მიხეილ ყაველაშვილი და 12 საათამდე ასევე უნდა დატოვონ ჟარდებულებმა სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება, როგორც წესი, როდესაც შეწყალების აქტი ქვეყნდება, მხოლოდ მინიშნებული არის, რამდენი ადამიანი შეეხო შეწყალების აქტი, ამ შეწყალებულებს შორის რამდენი ქალია და მათ ინიციალებთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი არ არის. შემდეგ უკვე ოჯახები ელოდებიან, ვისთვის გაიღება ციხის კარები. აქ კიდევ ერთი დეტალი, მიუხედავად იმისა, რომ სინდისის არც ერთ პატიმარს არ მიუმართავს შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილისთვის, მისი დისკრეციული უფლება არის, რომ ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე შეიწყალოს სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყაველაშვილი, ეს ამ ეტაპზე უცნობია.